თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ირაკლი კობახიძესა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამერიკულ მხარეს შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი პიტერ ანდრეული, სახელმწიფო მდივნის აპარატიდან თანაშემწე საგანგებო საკითხებში ჩარლზ იოკი და შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი წარმოადგენენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ეყრდნობა, შეხვედრების დროს ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ რა არის საჭირო ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის გზაზე დასაყენებლად. მათივე ინფორმაციით, ვიზიტი 24 მაისს დაიწყო და 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამერიკის დელეგაცია ოპოზიციიდან დღეს ძლიერი საქართველოს ლელოს საგარეო მდივანს გრიგოლ გეგელიას, თავისუფლების მოედნის თავმჯდომარეს ლევან ცუცქირიძეს, პარტია გახარია საქართველოსთვის წევრებს გიორგი შარაშიძესა და ანა ბუჩუკურს და პარტია ხალხისთვის ლიდერს ანა დოლიძეს შეხვდა. რაც შეეხება ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების გადატვირთვისა და კონკრეტულ გზამკვლევზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ჟორჟოლიანი, კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან განახლებისთვის საქართველოს მთავრობის მზადყოფნა.